მოგესალმებით ძვირფასო მორიელებო. დღეს ვისაუბრებთ თქვენზე და თქვენი მისტიური, მაგნიტური ქარიზმის შესახებ. პოპულარულ ასტროლოგიაში ცოტათი ვფიქრობ მორიელების რეპუტაცია შელახული არის. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ეშინია თითქოს მორიელები მძიმეები არიან, რთულები არიან, ვერ გაიგებ თითქოს რა უნდათ. მაგრამ მოდით დღეს ერთად ვეცადოთ ეს სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რასაც ქვია და რატომ. როდესაც ვამბობთ, რომ მორიელები რთულები არიან, აქ არასწორად არის დასმული თავიდანვე ეს საკითხი. მორიელები არ არიან რთულები, მორიელები არიან ძალიან საინტერესოები, სიღრმისეულები და მათ არ მოსწონთ ზედაპირული დამოკიდებულება ცხოვრებისა, საკითხებისა თუ საგნების მიმართ. მორიელები არიან წყლის ნიშნის წარმომადგენლები, ფიქსირებული წყლის ნიშნის წარმომადგენლები. ეს აპრიორი უკვე მათ აძლევთ იმ ხასიათს, რომ იყვნენ განსაკუთრებით მგრძნობიარეები, მაგრამ არაუბრალოდ სენსიტიური და არაუბრალოდ რაღაც მომენტში გავიბუტე და ჩემთვის ჩავიკეტე, არამედ ისინი განსაკუთრებით კარგად გრძნობენ ადამიანის შინაგან ბუნებას. თუ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ზოდიაქოს წარმომადგენლებზე ვთქვათ, რომ ესენი კარგად ხვდებიან ადამიანის გარეგნულ ქცევებს და ჩვევებს, მორიელისთვის მთავარი არის ადამიანის არსს ჩაწვდეს. და ამიტომ შეიძლება ზოგჯერ ეს ზედმეტ ეჭვიანობაში გადადის ხოლმე, მაგრამ მორიელებს აქვთ ამის მიზეზი და ავხსნათ რატომ. მორიელი არის უკვე ზოდიაქოს წრეზე მერვე ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ სასწორების შემდგომ მოდიან უკვე მორიელები. სასწორი რა არის? რაზე ვისაუბრეთ? ეს არის ურთიერთობები, პარტნიორული ურთიერთობები. განვითარების ევოლუციას თუ შევხედავთ, მორიელებმა უკვე იწვნიეს რომელიღაც ცხოვრებაში ესე რო ავიღოთ თუნდაც ადამიანური ურთიერთობების სიამტკბილობა თავისი ავკარგიანობით. ეს ნიშნავს იმას, რომ მორიელები დაბადებიდან უკვე თითქოს სხვა ადამიანებს გრძნობენ. თითქოს 1-2 ნაბიჯით წინ არიან და იციან, რომ რას რა მოყვება. ანუ ადამიანის ქცევები, რომ ყოველთვის მის ფიქრებზე არ არის პასუხისმგებელი, ეს ძალიან კარგად იციან. მორიელის ნიშანი და როდესაც ვამბობთ, რომ მორიელის ნიშანი სასწორის მერე მოდის, ნახეთ რაშია საქმე. თქვათ, სასწორი უკვე გათანაბრდა, ხომ? ადამიანებმა დადეს კონტრაქტი, ისინი არიან ურთიერთობაში. შემდგომ უკვე მოდის ის მომენტი, როდესაც უნდა მოხდეს ერთმანეთის ენერგეტიკის გაზიარება. ამიტომ მორიელებთან, ვისაც გააქვთ შეხება და ვისაც გქონიათ ურთიერთობა, ისინი ხშირად ამბობენ, რომ აი ვგრძნობ, ჩემი ადამიანი არის თუ არა. ამის გარდა даже ესე ვთქვათ, აი სუნითაც კი გრძნობენ ხოლმე, ესე ვთქვათ, ადამიანი არის მათი თუ არა. აი თითქოს უნდათ რომ ენერგეტიკა გაიგონ. ზოგჯერ მორიელს არ სჭირდება ბევრი ელაპარაკო, მორიელს არ სჭირდება ბევრი ახსნა განმარტება, იმიტომ რომ ის ხვდება, რომ ლაპარაკში ცდილობ მას გაექცე, დაუსხლდე, თითქოს რაღაცნაირად გზაკვალი აურიო. და რეალურად მორიელის ძლიერი თვისება და ძლიერი ქარიზმა მორიელი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გამოიცნოს. გამოიცნოს მდუმარებაში ადამიანი, გამოიცნოს მის გამომეტყველებაში შეიძლება ითქვას. ანუ ტყუილად არ ვამბობთ, რომ მორიელები არიან გარკვეულწილად მისტიური ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მართავს პლანეტა პლუტონი, მიწისქვეშეთის მბრძანებელი, ესე ვთქვათ, და ეს ნიშანი ხშირად უკავშირდება ყველაფერს, რაც არის მისტიური, დაფარული, რაზედაც მამაღლა არ ვსაუბრობთ, რაც არის ტაბუირებული და მორიელებთან ადამიანებს განსაკუთრებით უჩნდებათ რაღაც ისეთი ინტიმური თემების გაზიარების სურვილი. ვინაიდან ეს ნიშანი არის კრიზისების მართვის ხელოვანი, შეიძლება ითქვას. და რატო? სასწორი ურთიერთობა შედგა, მაგრამ ორი ადამიანის ურთიერთობა კრიზისების გარეშე ცოტა ნაკლებად წარმოსადგენია. და სწორედ მორიელს აქვს ეს ქარიზმა, რომ აი ეს კრიზის მენეჯმენტი თავის თავზე აიღოს.
ამიტომ თუ დააკვირდებით, სავარაუდოდ თქვენს გარშემო, როდესაც რაღაცა, ესე ვთქვათ, ჩეპე ხდება, რაღაცა გამოუვალი მდგომარეობა, ერთ-ერთი ვინც გახსენდებათ ალბათ, რომ ეხლა ამას დაურეკავ, ან ამას ვკითხავ, ან აი ამის იმედი მაქვს, ეს არის მორიელი თქვენს გარშემო. მორიელები სხვათა შორის საკმაოდ დინჯი ადამიანები არიან ხოლმე, თავიანთი ენერგეტიკით, თავიანთი ქარიზმით, ესე ვთქვათ. თუმცა, როგორც კი მორიელი აღმოაჩენს, რომ ის საჭირო არის, როდესაც აღმოაჩენს, რომ მის მეტი საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს, აქ რაღაცნაირად მეორე კი არა, მესამე სუნთქვა ეხსნებათ ხოლმე შეიძლება ითქვას და მთებს გადადგავენ. მორიელები არიან ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი ადამიანები. როდესაც მორიელებზე ვსაუბრობ და მორიელის ფსიქოტიპი გვინდა გავიგოთ, ძალიან კარგი იქნება თუ გავიხსენებთ ფიოდორ დოსტოევსკის. დოსტოევსკი იყო მორიელი და მისი მთელი ცხოვრება, მისი მთელი შემოქმედება ეს არის მორიელური ენერგეტიკა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე აღვიქვავ და რატომ? იმიტომ რომ თუ მის პერსონაჟებს გადავხედავთ, ის იმდენად სიღრმისეულად წარმოაჩენს ადამიანის ბუნებას, ამპლიტუდას, სიკეთიდან ბოროტებამდე, თეთრიდან შავამდე, რომ შეუძლებელია თითქოს ერთ ადამიანის გონებაში ეს ყველაფერი ჩატეული იყოს, მაგრამ ეს ზუსტად დოსტოევსკიმ არაჩვეულებრივად გადმოსცა და მე როგორც მახსოვს, ფროიდიც კი ერთგვარად მას როგორც ერთ-ერთ მის შთამაგონებელ ადამიანად მოიხსენიებდა. იმიტომ რომ ადამიანური ნდომა, ადამიანური სურვილები, ადამიანური ესე ვთქვათ, ვნება თუნდაც, ჟინი, ყველაფერი არის მის ნაწარმოებებში ჩადებული. და ეს გვაძლევს ზუსტად გაგებას იმისას, რომ მორიელს არ აქვს სურვილი ზედაპირულობის. მორიელს ჭირდება გაიგოს, რატომ იყო ბოროტი დედინაცვალი ბოროტი. მორიელი არის ზუსტად აი ეგ მომენტი, როდესაც ის მიყვება გენეალოგიას, ის მიყვება ფესვებში რა ხდებოდა, როდის მოხდა ეს ყველაფერი, რამ გამოიწვია. და აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ მორიელები რთულები არიან, აქ კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი, სანამ ამას ვიტყოდით, სანამ ამას ესე დავშტამპავდით, ესე ვთქვათ. კიდევ ერთი რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის, როდესაც ვამბობთ, რომ მორიელები მესაკუთრეები არიან. მე ამ აზრს გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ მორიელები მესაკუთრეები არიან, თუმცა მოდი ახლა განვმარტოთ ესეც რას ნიშნავს, მესაკუთრეები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ მორიელები იმდენად ერთგულები არიან, იმდენად შენს ცხოვრებაში ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ და აკეთებენ, იმდენად თითქოს თუ საკუთარ ადამიანად მიგიღო, იმდენად ცხოვრების ბოლომდე სურვილი უჩნდებათ, რომ გამოგყვენ, არა აქვს მნიშვნელობა ეს მეუღლე იქნება, ეს დედაშვილობა იქნება, ეს მეგობრობა იქნება თუ უბრალოდ ნაცნობობა, მორიელი დახმარებაშიც კი ვერ არის ზედაპირული. აქ ზოგჯერ შეიძლება ითქვას, რომ მორიელებს შეიძლება საზღვრის დაცვა თვითონ უჭირთ ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ თვითონ ფსიქიკა იმდენად ძლიერი აქვთ, რომ ასე ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ მე განსაკუთრებული როლი უნდა შევასრულო მის ცხოვრებაში და ამდაგვარად ზოგჯერ კი ეხმარებიან სხვა ადამიანებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ზოგჯერ ეფექტი იმისა, რომ ვინ გეხვეწებოდა ამდენის გაკეთებას, ან ვინ გეხვეწებოდა ამდენს, შეიძლება არაერთმა მორიელმა არაერთხელ მოისმინეს თავის ცხოვრებაში. აქ მინდა ძვირფასო მორიელებო გაგიზიაროთ ჩემი აზრი, რომ ზოგჯერ საჭირო არის, რომ დაელოდოთ, სანამ დახმარებას გთხოვენ, ალბათ, ან კიდევ ვეცადოთ, რომ დათური სამსახური არ გაუწიოთ ადამიანს. აქ პრინციპი, რომ ადამიანს თევზის დაჭერა ასწავლოთ, ვიდრე მზა თევზი მისცეთ ხოლმე, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ ყველაფრის დამუშავებისათვის.
მეორეს მხრივ ძვირფასო მორიელებო თუ იგრძენით ეს მესაკუთრეობა საკუთარ თავში, აქ აუცილებლად არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სხვა ადამიანს თავისუფლება მისცეთ. და რატომ? ეს საკმაოდ ფსიქოლოგიური მომენტი არის, რომ თქვენ ყოველთვის იქნებით საჭირო იმ ადამიანის ცხოვრებაშიც ხართ. თქვენ გაქვთ აი ეს ქარიზმა, რომ გინდა არ გინდა თქვენზე ენერგეტიკულად დამოკიდებულები ხდებიან ადამიანები. მაგრამ ამისი გამოყენება მანიპულატორულ დონეზე თქვენი ერთ-ერთი დიდი საცდური და გამოწვევა არის. ამიტომ მე პირადად უბრალოდ რა თქმა უნდა ჩემზე უკეთ სავარაუდოდ თქვენ იცით და იცნობთ თქვენს თავს, მაგრამ მინდა დაგანახოთ მეორე მხარე, რომ როდესაც ადამიანს ბრჭყალებში არ აიძულებ შენთან ყოფნას, თუნდაც იმის დონეზე რომ იცის რომ შენზე არის დამოკიდებული, ეს უკვე თავისუფლება როგორც საკუთარი თავის, ასევე ამ ადამიანის ღირსების პატივისცემა არის. შეიძლება ცოტა რთული ენით გადმოვცემ ამას, თუმცა ისევ და ისევ ალბათ იმიტომ რომ მორიელებს მარტივი ენა დიდად არც გიყვართ. აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ ძვირფასებო, რომ თავარი არის განასხვავოთ ადამიანის კონტროლის სურვილი და ადამიანისადმი ნდობის სურვილი. და როდესაც ენდობით ადამიანს, აქ თქვენ ხართ მოგებულები. მესმის რომ თქვენს ნდობას ადამიანი მარტივად ვერ იმსახურებს, მაგრამ მინდა ერთ რამეზე დაფიქრდეთ, რომ თქვენ ისედაც იმდენად თვითკმარები ხართ, რომ არ საჭიროებთ გინდა თუ არა ადამიანების დახმარებას ან გინდა თუ არა რომ ვიღაცამ ჩემზე იზრუნოს. უბრალოდ მომენტი არის ესეთი, რომ რა გჭირდებათ თქვენ ადამიანებისაგან. რა თქმა უნდა, როგორც ყველას ალბათ აღიარება, მაგრამ ეს არ არის აღიარება, რომ უბრალოდ აპლოდისმენტები დაგიგრან. ჩემო ძვირფასებო, საინტერესო რა არის, იცით, რომ მორიელები მე ჩემს ცხოვრებაში ვინ შემხვედრია, ну, რასაც ვიკვლევ ყოველ შემთხვევაში, მორიელები არ არიან ადამიანები, რომლებსაც გინდა თუ არა სცენა და აპლოდისმენტები სჭირდებათ ადამიანებისაგან. ეს არის შინაგანი თითქოს თავიან თავთან აღიარება, რომ მე ამ ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ვარ. მათთან ზუსტად აი ეს დამოკიდებულება, რომ როდესაც აგრძნობინებთ, რომ მე ვაღიარებ შენს ძალაუფლებას, ჩემზე თუნდაც, ხო? ეს უკვე მათთვის საკმარისი ხდება. ამიტომ რომ მორიელი არის ზუსტად ის კარდინალ რიშელიე, მორიელი არის ზუსტად ის რეჟისორი, შეიძლება ითქვას, რომელიც სცენას დგავს, მთელი სპექტაკლი მიმდინარეობს მორიელის მიერ დადგმული სცენარით, რეჟისურით, თუმცა დგება მომენტი, როდესაც სპექტაკლი სრულდება, მთლიანი დარბაზი არის ოვაციაში, მსახიობები იღებენ აპლოდისმენტებს, მაგრამ ისევ ზუსტად აი ეს მორიელი, მეტაფორულად რო ავიღოთ რეჟისორი, ადის სცენაზე, იმიტომ რომ ყველა მას ელოდება. იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ მის გარეშე აქ არაფერი არ მოხდებოდა. და ზუსტად აი ეს მომენტი, რომ მორიელი ზუსტად ის რეჟისორია, რომელიც დაახლოებით 1 წუთი გამოჩნდება სცენაზე, მაგრამ თავის სათქმელს აი ეგ ამბობს, ეს არის მათი განსაკუთრებული ქარიზმა, რომ თითქოს ბევრს არც ამტკიცებენ და არც სჭირდებათ ბევრის დამტკიცება, იმიტომ რომ მათი ქმედებები და მათი საქმეები მათზე განსაკუთრებით მეტყველებენ. რასაც აუცილებლად ხაზს გაუსვამთ ამ ვიდეოში, ეს არის მორიელების მაგნეტიზმი და მერვე სახლი ზოგადად ასტროლოგიაში და მორიელის ნიშანი, ეს არის გამრავლებაზე პასუხისმგებელი. ერთ-ერთი სიგნიფიკატორია გამრავლების, აქედან გამომდინარე სიმბოლურად მორიელები არიან ასოცირებული დიდ სექსუალურ ენერგიასთან, ენერგეტიკასთან. ასე რომ მორიელის პარტნიორობა, მორიელთან ურთიერთობა ეს ერთი დიდი ვნებიანი თავგადასავალი შეიძლება იყოს და მორიელები
ვერძებთან ერთად ვფიქრობ, არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან თავიანთი სექსუალური ენერგიის გამოღვიძებაში და რეგენერაციაში. არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა მორიელის სიმბოლოს. თვითონ ფენიქსის სიმბოლოს. ვინაიდან ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მორიელები არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში იწვავენ იმ დარდს, იმ სევდას, იმ განცდებს, რაც მათ გააჩნია და შემდგომ ამ განცდებიდან ახლიდან, როგორც ფენიქსი, ისე აღსდგებიან ხოლმე. ამიტომ ჩემთვის ისინი კიდე ასოცირებულები არიან, როგორც აი კატას რო 900 სიცოცხლე აქვთ, ხო იცი? მორიელებს თუ მოусმენთ, ან მორიელს თუ ექნება სურვილი, რომ თავიანთი ცხოვრების შესახებ რამე დეტალები გაგიზიაროთ, ზუსტად შთაბეჭდილება დაგჭებათ ესეთი, რომ ეს ადამიანი რამოდენიმეჯერ მოკვდა და გაცოცხლდა უკვე. რამოდენიმეჯერ დაიწყო ცხოვრება ახლიდან. მორიელებზე შეიძლება ითქვას კიდევ ესეთი რაღაცა, რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან სხვის ენერგეტიკას, მაგრამ ამავდროულად შეუძლიათ ძალიან კარგად სხვის ფინანსებთან ურთიერთობა. ვინაიდან მორიელი და მერვე სახლი ასტროლოგიაში პლუტონი განაგებს მემკვიდრეობას, სხვის ფულს, საერთო ფულს, საბანკო საქმეს, მაგალითად სადაზღვეო საქმეს, რატო? იმიტომ რომ სხვის რესურსებთან გაქვს შეხება, სიმბოლურად ეს ამას ნიშნავს. და ამავდროულად მორიელები არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად სპეციფიური საქმიანობა იზიდავთ ხოლმე. პირადად ჩემი გამოცდილებიდან რო გითხრათ, ჩემი მეგობარი, რომელიც სკოლის ასაკში ჩაგვაგდო შოქში, ვინაიდან მორიელის ასცენდენტი აქვს და თან პირველ სახლში პლუტონი ყავს და როდესაც სკოლაში გვეკითხებოდნენ, რომ ვის რა გვინდა გამოვიდეთ, ხო? სამომავლოდ ალბათ ვიყავით მერვე, მე-9 კლასში და ეს ლამაზი კულულებიანი გოგო ადგა და თქვა, რომ მე მინდა მორგში ვიმუშაო. და ყველანი რა თქმა უნდა შოქში ვიყავით. ეს რატო? იმიტომ რომ მორიელი სიკვდილის სიცოცხლის ენერგეტიკასთან ძალიან ახლოს არის. და ჩემი ეს მეგობარი არის საკმაოდ კარგი მაგალითი ამ მორიელური ენერგეტიკის, სიკვდილის სიცოცხლის და აბსოლუტური კონტრასტის. რატომ? იმიტომ რომ თუ სკოლაში მან თქვა, რომ მე მინდა მორგში ვიმუშაო მაგალითად, ხო? დღესდღეობით ის, როდესაც საკმაოდ ზრდასრული არის, დაამთავრა ფსიქოლოგიის მაგისტრატურა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია მორიელთან ძალიან ახლოს არის. და ძალიან კარგად გამოსდით და ამავდროულად ამჟამად უკვე არის მედიცინის სფეროში. და როდესაც უნდა აირჩიოს თავისი სპეციალობა, ის არის ზუსტად დილემის წინაშე, რომ აირჩიოს თუ არა, შეიძლება ტერმინოლოგიაში ვცდები, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როდესაც ახალშობილებზე ზრუნავ, აი ეს პერიოდი, სანამ ძალიან თოთო არის ბავშვი და დედას როდესაც ეხმარები. ზუსტად ეს არის მორიელური ენერგეტიკა და ამპლიტუდა, ან ყველაფერი ან არაფრის პრინციპი, ამავდროულად მორიელებს განსაკუთრებით ახასიათებ და ამიტომ საკმაოდ რისკიანებიც არიან ხოლმე, ესე ვთქვათ. მორიელების წენაზე არის კიდევ ძალიან დიდი ლეგენდები და სიმართლე გითხრათ, ამასაც ვერ ვუარყოფ პირადად იქიდან გამომდინარე, რომ მორიელს ნამდვილად არ უნდა აწყენინო და ზოგადად წყლის სტიქიასთან წენა მთლად კარგი საქმე არ არის. ვინაიდან ისინი განსაკუთრებით ემოციურად განიცდიან ყველაფერს, მაგრამ მორიელი ვინაიდან მაინც უფრო სტრატეგიის მოყვარული არის, მას არსად არ ეჩქარება და სიამოვნებით დაუძდის ზუსტად მომენტს, როდესაც შეიძლება არც თუ ისე კარგი სიტუაცია ბრჭყალებში და გაგიჩალიჩოთ. ამიტომ მორიელთან ესეთ რაღაცას ვიტყოდით. ძვირფასო მორიელებო, დაგვინდეთ, შეიძლება ითქვას, დაგვინდეთ, მესმის რომ ზოგჯერ სხვა ზოდიაქოს წარმომადგენლები ვაშავებთ თქვენ და მე თქვენს წინაშე, მაგრამ ყველას არ შეგვწევს ისეთი ფსიქიკა და ისეთი ემოციები, რომ თქვენს შურისძიებას გავუძლოთ. ამიტომ ერთადერთი აქ რასაც გთხოვდით, იყავით უფრო მეტად სულგრძელები და იყავით უფრო მეტად მიმტევებლები. ოღონდ აქ, როდესაც ვამბობ მიტევებაზე, არ ვამბობ, რომ ეს წენა უნდა გადაყლაპოთ. უბრალოდ მე მაინც ვიტყოდი, რომ იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიური უნარჩვევები გაგაჩნიათ, რომ შეგიძლიათ, მე ვფიქრობ, მიზეზშედეგობრივობა დაინახოთ თქვენს ცხოვრებაში, რა რატომ ხდება
და ეს დაგეხმარებოდათ შემდგომ უკვე თუნდაც ამ ადამიანის წყენის გაშვებაში ან თუნდაც პატიებაში. მორიელი არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ცხოვრება იავარდებით არ არის მოფენილი და რომელიც რეალურად გეხმარება. ამას ალბათ განსაკუთრებით გაიგებენ მორიელი დედები და ვისაც აქვს მორიელის გავლენა პირად რუქაში, შეიძლება იყოს მთვარე, მერკური, ასცენდენტი, განსაკუთრებულად ეს ადამიანები, ვინაიდან ისინი თავიანთ შვილებს, აი როგორ ჰიპერ მზრუნველობას უწევენ, ცოტა რთული არის კიდე წარმოიდგინო გვერდიდან და რატო ვამბობ. ისინი ერთგვარად თან მზრუნველობას უწევენ მათ, თან უნდათ რომ დამოუკიდებლობა ასწავლონ. თან ეფერებიან, თან ზოგჯერ რაღაცა ისეც ეტყვიან, რომ თითქოს აი ეს მორიელის გესლს აჩვევენ, ხვდებით, თითქოს რაღაცა მოგშხამავენ, რატომ? იმიტომ რომ შეგაჩვიონ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის თავზე ხელს არ გადაგისვამენ. და ეს ერთგვარი მწარე გაკვეთილები არის მორიელისგან, მაგრამ რასაც ქვია კენწეროში გატკბილდებისო, სწორედ შეიძლება ითქვას, ეს ეფექტი აქვს. ძვირფასო მორიელებო, ჩვენ კი ვთქვით, რომ თქვენ ზედაპირულობა არ გიყვართ, მაგრამ ზოგჯერ ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რაც უნდა დაინახოთ ალბათ, არის ის, რომ რაღაცები უნდა გაამარტივოთ თქვენ ცხოვრებაში. რაღაცეებში კიდევ კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ მიიღოთ, რომ ყველა ადამიანი თქვენსავით ძლიერი ვერ იქნება. რომ მიიღოთ, რომ ყველა ადამიანი თქვენსავით სიღრმისეულად ვერ გრძნობს და ვერ შეიგრძნობს. მიიღოთ ალბათ ზუსტად ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უჭირთ აღიარება ადამიანებს, თქვენ მათ ცხოვრებაში მაინც განსაკუთრებული ადგილი გიკავიათ და ზოგჯერ არ არის აუცილებელი მანიპულაციის, ესე ვთქვათ, დახმარებით მათ ჭყალებში ეს აღიარებინოთ, რომ მე რო არა, შენ რა გეშველებოდა. ვიდეოს ბოლოს უბრალოდ გულწრფელად მადლობას მოგიხდიდით იმის გამო, რომ ესეთ მაღალ საფეხურზე აკავართ ჩვენ სხვა ზოდიაქოს წარმომადგენლები საკუთარი თავის შეცნობისა. ვინაიდან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნით კრიზისებს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენვე გვასწავლით ამ კრიზისების გადალახვას. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ კრიზისები ჩვენ ცხოვრებაში და შეგიძლიათ გვასწავლოთ, რომ ეს კრიზისი დაძლევადი არის. აქ არ არის მაზოხიზმზე საუბარი, აქ არ არის რომ დრამა უნდა დაიდგას აუცილებლად, უბრალოდ ჩვენ ყველანი ამ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ჩვენებურ სცენარებს გავდივართ და ადამიანების ცხოვრებაში, რომელთა სიახლოვეს მორიელები არიან, ну, უბრალოდ შეიძლება მისიონერულად აქვთ, რომ ემოციური, ესე ვთქვათ, გრადაცია დასალაგებელია, რომ ემოციებში რაღაც სიმები უფრო მეტად მოსაჭიმი არის, რომ უკეთესად აჟღერდეს მათი ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო მორიელებო, მადლობა თქვენი განსაკუთრებული ქარიზმისათვის, რომ ესეთ საინტერესოს, სიღრმისეულს და განსაკუთრებულად ვიტყოდი, რომ აღმაფრთოვანებელს ხდით ჩვენ ცხოვრებას. და რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი ამ ემოციური კრიზისის გავლის შემდეგ იმდენად დიდი შვება მოდის, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, ეს ამად ღირდა. მადლობა ძალიან დიდი თქვენი ყურადღებისათვის, სიამოვნებით წავიკითხავთ თქვენ კომენტარებს, თქვენ შემოთავაზებას, რაზე ვისაუბროთ შემდგომ ვიდეოებში. ვისურვებთ წარმატებას, ყოველივე თქვენ და სასიკეთოდ განვითარებულ იყოს.